მეცადინეობა 4 მეშვიდე ნომრის ქვენომბერში გვიხდება ერთსვლადიანი დალაგებული მრავალწევრის გაყოფა ერთსვლადიან დალაგებულ მრავალწევრზე. განვიხილოთ მეშვიდე ნომრის მეხუთე ქვენომერი. x ხარისხად 3 პლუს 4 x ხარისხად 2 პლუს x პლუს 4. მრავალწევრი უნდა გავყოთ x კვადრატს პლუს 1-ზე. გასაყოფის უფროსი წევრი x ხარისხად 3 უნდა გავყოთ გამყოფის უფროს წევრზე x ხარისხად 2-ზე. განაყოფი იქნება x-ი. ერთ განაყოფში ვამრავლებთ გამყოფზე და ვაკლებთ გასაყოფს. ესე იგი გასაყოფს აკლდება x ხარისხად 3 პლუს x. x ხარისხად 3 მინუს x ხარისხად 3 აბათილებს ერთმანეთს და ნაშთი არ გვექნება. 4x კვადრატი ჩამოვა უცვლელად. პლუს ამას 4, რადგანაც x აბათილებს. ახლა პირველი ნაშთია 4x კვადრატს პლუს 4. 4x კვადრატს პლუს 4-ის უფროსი წევრი 4x კვადრატი უნდა გავყოთ გამყოფის უფროს წევრზე x კვადრატზე. მიიღება განაყოფი 4. წერთ განაყოფი 4-ს ვამრავლებთ გამყოფზე და ვაკლებთ პირველ ნაშთს. ესე იგი პირველ ნაშთს აკლდება 4x კვადრატს პლუს 4. სადია სხვაობა იქნება 0. ამრიგად მიღებული განაყოფია x პლუს 4. ახლა განვიხილოთ მეშვიდე ნომრის მეშვიდე ქვენომერი. x ხარისხად 4 მინუს 8x კუბი პლუს 3x მინუს 1. ფრჩხილებში აი ეს მრავალწევრი უნდა გაიყოს ორ წევრზე x კვადრატს მინუს 1-ზე. გასაყოფის უფროსი წევრი x ხარისხად 4 უნდა გავყოთ გამყოფის უფროს წევრზე x ხარისხად 2-ზე. განაყოფი იქნება x ხარისხად 2. ვამრავლებთ გამყოფზე და ვაკლებთ გასაყოფს. ესე იგი გასაყოფს უნდა გამოაკლდეს x ხარისხად 4 მინუს x ხარისხად 2. x ხარისხად 4 მინუს x ხარისხად 4 იქნება 0. მინუს 3x კუბი ჩამოვა ნაშთში უცვლად. ასევე მინუს x კვადრატი იქნება პლუს x კვადრატი. ესე იგი პირველი ნაშთი იქნება მინუს 3x კუბს პლუს x კვადრატი. პირველი ნაშთის უფროსი წევრი მინუს 3x კუბი იყოფა გამყოფის უფროს წევრზე x კვადრატზე. განაყოფი იქნება მინუս 3x. წერთ განაყოფში ვამრავლებთ გამყოფზე x კვადრატს მინუს 1-ზე და ვაკლებთ პირველ ნაშთს. ესე იგი პირველ ნაშთს აკლდება მინუს 3x კუბი და პლუს 3x. სადია მინუს 3x კუბი მინუს 3x კუბს გააბათილებს. პირველი ნაშთის შესაძლებელი x კვადრატი უცვლად ჩამოვა მეორე ნაშთში. რაც შეეხება 3x ის გააბათილებს გამყოფის 3x და გასაყოფიდან ჩამოვა მინუს 1. ესე იგი მეორე ნაშთია x კვადრატს მინუს 1. მეორე ნაშთის უფროსი წევრი x კვადრატი იყოფა გამყოფის უფროს წევრზე x კვადრატზე და განაყოფი იქნება 1. ახლა 1-ს ვამრავლებთ x კვადრატს მინუს 1-ზე. ესე იგი გამყოფზე და ვაკლებთ მეორე ნაშთს. მაშინ მეორე ნაშთს უნდა გამოაკლდეს x კვადრატს მინუს 1. ამრიგად x კვადრატს მინუს 1 მინუს x კვადრატს მინუს 1 სხვაობა იქნება 0. ამრიგად მიღებული განაყოფია x კვადრატს მინუს 3x მინუს 1.